გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი. დიდი მადლობა რომ მიყურებთ პირველ რიგში. მოგიკითხავთ ყველას განსაკუთრებით ერთგულ მაყურებლებს, თქვენ ძალიან მაგარი ხალხი ხართ, იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრი შემოგვიერთდება. დავიწყოთ კადრი უკვე ეკრანზეა და ახალი ოპერაცია გვაქვს. აზოვის ზღვის შემდეგ შავი ზღვა. მადიარი ტემპს არ აგდებს და არც ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. მოკლედ 9 დღე-ღამის განმავლობაში 414 ბრიგადა სხვა დანაყოფებთან კოორდინაციაში ანადგურებდა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემებს აზოვის ზღვაში. 116 ხომალდი 9 დღე-ღამის განმავლობაში. სიგიჟე რაოდენობაა და როგორც ჩანს ამ ეტაპზე იქ საქმე მოთავებული არის. ამჯერად უკვე ვინაცვლებთ შავ ზღვაში. ჩვენ რა მადიარის ჩიტები ინაცვლებენ შავ ზღვაში. გასულ ღამეს დაიწყო ეს ოპერაცია, რომელსაც შესაბამისი სახელიც უწოდეს, რომ ახალი ეტაპის განმსაზღვრელი უფრო გამორჩეული შეფუთვა კონდეს ასე ვთქვათ ამ ამბავს მალოჩკა ქვია ამ ოპერაციას რომელიც დაიწყო უკვე შავ ზღვაში ცოტა ხანში გეტყვით რას ნიშნავს ეს დასახელება თავად მადიარმა ახალ გამოქვეყნებულ პოსტში განმარტა ძალიან სიმბოლური და საინტერესო სახელი არის მანამდე ვილაპარაკოთ შედეგებზე ამ კადრების თვალყურის დევნების პარალელურად 20 ხომალდი გასული ღამის განმავლობაში შავ ზღვაშია განადგურებული 17 მათგანი არის ნავთობტანკერი 2 არის თხევადი გაზის გადამტანი ტანკერი და 1 საბუქსირე გემი. უბრალოდ ვიზუალური სხვაობა რომ აღვიქვათ, აი ეს არის მოკლედ LNG, აი აქ დაეწერება ახლა თავის განმარტებები მოყვება ამ ვიდეოებს LNG ტანკერი მოკლედ ეს არის თხევადი გაზის გადამტანი ტანკერი, რომელიც აი ამ წარმატებული დარტყმის შედეგად აალდა შემდეგ კადრში სწორედ ის ჩანს როგორ იწვის ეს კონკრეტული ხომალდი. ამას გარდა პლუს 1 ესეთი გაზის გადამზიდი ხომალდი განადგურდა, განადგურდა რა მინიმუმ ისე დაზიანდა რომ თავის საქმის გაკეთებას ვერ შეძლებს ამას მუდმივად უსვამ ხოლმე ხაზს ეს ხომალდები რომელზეც დრონები დარტყმები ხორციელდება როგორც წესი არ იძირება ასეთი მასშტაბის დაზიანებები არ არის და შემდეგში ვნახავთ კადრებს როგორ დატივტივებენ ისინი აზოვის ზღვაში თუ შავ ზღვაში ესაც გვექნება მანამდე კადრებს გადავავლოთ თვალი სწრაფად გავიაროთ მოდი აქ საინფორმაციო მონიშნებიც გვაქვს შესაბამისი თარიღებთან ერთად გვაქვს ნუმერაცია როგორც ხედავთ აი ეს მაგალითად 125 ტანკერია 126 127 და ასე შემდეგ საერთო ჯამში მივდივართ 136-მდე სწორედ 136 ხომალდი არის განადგურებული აი აქ ჩანს 136 ხომალდი არის განადგურებული რამდენი გამოდის 10 დღე-ღამის განმავლობაში საოცარი რაოდენობა. დიდი ხნის განმავლობაში უკრაინა ცდილობდა, რომ წნეხი განეხორციელებინა პოლიტიკური რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე, პარტნიორების ჩართულობით მთელი რიგი ჩამონათვალი არის სანქციების პაკეტების, მათ შორის პერიოდულად შეყავდათ ამ ჩამონათვალში სხვადასხვა გემები, მაგრამ საბოლოოდ აჩვენებს საქმე, რომ ყველაზე ეფექტური მაინც უკრაინული შორი მოქმედების სანქციებია, როგორც ამას უწოდებენ ხოლმე. ფაქტის სახეზეა, რომ რუსული ჩრდილოვანი ფლოტი სერიოზულ დანაკარგებს განიცდის და ეს ყველაფერი თავისთავად აისახება უკვე თანხებში და პროცენტებში ექსპორტის მაჩვენებლების. ამაზეც ოდნავ მოგვიანებით სულ ერთი ნიუსის შემდეგ მექნება საუბარი, მანამდე დაუბრუნდეთ დასახელებას, ეს არის 414 ბრიგადის ერთ-ერთი ბოლო პოსტი, დღევანდელი არის, სადაც განმარტებული არის სწორედ მალოჩკარას ნიშნავს, მოსკოვი დაეცემა ყირიმის გავლით. ეს არის წინადადების თარგმანი, რომელსაც ხედავთ უკრაინულ ენაზე და ინგლისურ ენაზე ასევე და მოლოჩკაც შესაბამისად არის აი ამ წინადადების შემადგენელი სიტყვები, სადაც პირველი ასოებიდან აღებული აბრევიატურა მთლიანობაში ქმნის ასეთ დასახელებას. ეს პატარა განმარტება, ცოტა სახალისოც არის ეს ყველაფერი, მადიარი ნამდვილად არ უჩივის იუმორს და მის ქმედებებში, მის ძალიან ხისტ და პრინციპში უკომპრომისო მოქმედებებსთან ახლავს ეს იუმორიც, რომელიც სხვადასხვა ტერმინებით ჩანს ხოლმე მის გამოსვლებში, მის ვიდეო მიმართვებში თუ უბრალოდ პოსტებში და თუნდაც აი ამ სპეციალური ოპერაციების დასახელებებში. წავედით ახლა ვილაპარაკოთ შედეგებზე, რა ზარალს ნახულობს რუსეთის ეკონომიკა, შესაბამისად მათი ომის მანქანის ბიუჯეტი. აი ამ ბოლო 10 დღის ოპერაციების შედეგად და ზოგადად ბოლო პერიოდში შავ ზღვაზე თუ აზოვის ზღვაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე. აქ გვაქვს ყველა საინტერესო მონაცემი. მაგალითად, მხოლოდ 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, ცხადია ეს 10 დღე, ბოლო 10 დღე არ იგულისხმება, მანამდე რაც არის დათვლილი, აზოვის ზღვაში და შავ ზღვაში რუსეთმა გაატარა 132 მილიონი ტონა ტვირთი.
დაახლოებით 37% არის ეს რუსეთის საზღვაო გადაზიდვების, საზღვაო ექსპორტის ნავთობპროდუქტებზე ცხადია საუბარი. ახლა წავიდეთ წინა წლების სტატისტიკაზე, გვაქვს ჩვენ მაგალითად 23-24 წლების სტატისტიკა, რამდენი ტვირთი გაატარა შავი ზღვის და აზოვის ზღვის ტერმინალებმა. 56.5 მილიონი ტონა ტვირთი არის და მათ შორის აქ აღნიშნულია, რომ ეს მარშრუტები გამოიყენებოდა მოპარული უკრაინული ხორბლის ექსპორტისთვისაც რუსების მიერ. 2025 წლის მონაცემები გვაქვს შემდეგი, რაც უკავშირდება უშუალოდ შავი ზღვის მარშრუტებს და უკავშირდება ნედლი ნავთობის გადაზიდვას. აქ საუბარია, რომ 52.4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაზიდა რუსეთმა 2025 წლის განმავლობაში შავი ზღვის გავლით, რაც არის მათი საერთო საზღვაო გადაზიდვების 19%. შემდეგ აქ აღნიშნული არის, რომ ეს ოპერაციები და შედეგად ბლოკირება რუსული კომერციული ფლოტის ეხება თავისთავად ყირიმის ნახევარკუნძულსაც და აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ყირიმის ნახევარკუნძული და აქ განთავსებული პორტები, იგივე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, იგივე უკრაინული ხორბლის, მოპარული ხორბლის გადაზიდვაში და ასე შემდეგ. მთლიანობაში საბოლოო ჯამში დასკვნის სახით აღწერილი არის, რომ შავი ზღვისა და აზოვის ზღვის პორტების გაჩერება, აქ ნაოსნობის გაჩერება, რაც უკვე აზოვის ზღვაში არსებული დამდგარი შედეგიდან გამომდინარე უკვე ცხადია, რომ ანალოგიურად მოხდება შავი ზღვის შემთხვევაშიც ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის. ციფრები თავად ყველაფერს ამბობს, პროცენტები თავისთავად ყველაფერს ამბობს და ეს პროცესი არ ჩერდება და თანდათან უფრო ინტენსიური ხდება. ვნახოთ სადამდე წავა. ეს პატარა ესეთი ეკონომიკური ფონის მიმოხილვაც გამოგვივიდა, ამასობაში დავხედოთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი დრონების პერსპექტივიდან კი ვნახეთ კადრები, მაგრამ თვითმხილველების მიერ გადაღებული აზოვის ზღვაში ამ შემთხვევაში როგორ დატივტივებს ეს ერთ-ერთი განადგურებული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობ ტანკერი და როგორ იწვის ასეთი კადრები წინა ვიდეოშიც გაჩვენეთ, თუმცა არც ამჯერად იქნება ურიგო ჩემი აზრით. ბევრ თქვენგანს დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამბავი განსაკუთრებით სიამოვნებს. ერთ სიტყვით, გრძელდება შავ ზღვაში ოპერაცია, ეს მხოლოდ დასაწყისია ოპერაცია მალოჩკა. დავიმახსოვროთ კიდევ ერთხელ ეს სახელი, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო დღეებში საინტერესო სტატისტიკები გვექნება ამ მხრივ. აზოვის ზღვაში 116 იყო 9 დღეში და შავ ზღვაში უფრო მეტი რუსული ტვირთი მოძრაობს, ასე რომ დაველოდოთ. მანამდე მოდით ცოტა სხვა მიმართულებაზე გადავერთოთ. ძალიან ეფექტური კადრები უნდა გაჩვენოთ, სადაც ასახული არის რუსული Mi-28 ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენის განადგურება FPV კამიკაძე დრონის მიერ. რამდენადაც გავიცანი ინფორმაციას, ეს ყველაფერი ხდება ბელგოროდის ტერიტორიაზე. კი ბატონო, აგერ არის აღწერაში, ბელგოროდის ტერიტორია. დღეს დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა ეს ამბავი. ძალიან საინტერესოა თავად კადრები იმ მხრივ, რომ ჩემი ყურადღება მაგალითად მიიქცია დრონის ოპერატორის მოქმედებამ, როგორ პროფესიონალურად ცდილობს ის, რომ ერთის მხრივ შეუმჩნეველი დარჩეს და მეორეს მხრივ, ეტაპობრივად ესე თანდათან მიუახლოვდეს სამიზნეს, რომ როგორმე წარმატებით შეასრულოს თავისი საქმე. თანდათან ატყობთ ხო, ჯერ ცოტა მაღლა იყო, შემდეგ უფრო და უფრო დაბლა დაიწია, უფრო მიუახლოვდა კუდის მხრიდან და შემდეგ უკვე, საბოლოოდ აშკარად ჩანს ამ კადრებში, რომ დარტყმა იქნება ეფექტური, საბოლოოდ ზემოდან მოექცა და აი აქ უკვე ხდება შეჯახება. ეს Mi-28 ტიპის რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი შეგვიძლიათ ამამად ვთქვათ, რომ უკვე აღარ არსებობს. აი ესეთი ამბებიც ხდება, გავაგრძელოთ. მე თქვენ გუშინ წინა ვიდეოში გიყვებოდით FSB-ს სანაპირო დაცვის ხომალდის განადგურების შესახებ, რომელსაც თავისი პრეისტორია ჰქონდა 2018 წელს უკრაინული გემებისთვის გზის გადაჭრასთან დაკავშირებული. იქ საუბარი იყო უკრაინელი მეზღვაურების დაშავებაზე, ნაწილის დატყვევებაზე, მაშინ რუსეთი ატერორებდა შავ ზღვაში და აზოვის ზღვაში უკრაინულ ხომალდებს, თუმცა დღეს
აბსოლუტურად საპირისპირო მოცემულობა გვაქვს, გუშინ ამაზე ვისაუბრე, შეგიძლიათ წინა ვიდეო ნახოთ, ვისაც არ გინახავთ, შესაბამისი არქივო კადრებიც იყო, ამ შემთხვევაში უბრალოდ ჩემი ყურადღება მიიქცია სატელიტურმა ფოტომ, აი ამ ფოტომ, რომელსაც ხედავთ, მოკლედ რუსული ხომალდი, მორიგი, რუსული ხომალდი უკრაინელებმა წყალზე და დრონის გამოყენებით გაანადგურეს და ჩაძირეს. აი ამ სატელიტური ფოტოთი დასტურდება ის ინფორმაცია, რომელიც გუშინვე იყო გავრცელებული, რომ ნამდვილად ერთ-ერთ პორტში ეს გემი, უბრალოდ კონკრეტულად რომ ვთქვათ, ნოვოროსისკის პორტში ეს გემი ჩაძირულია, ეს სანაპირო დაცვის ხომალდი აღარ არსებობს რუსეთის ფლოტის შემადგენლობაში, რომელიც ისედაც პარალიზებულია პრინციპში და ვერაფერს ვერ აკეთებენ, ისინი ფაქტია, თუნდაც აი ამ ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდების დასაცავად, რომელსაც აბსოლუტურად დამამცირებლად ანადგურებს მადიარის უპილოტო სისტემების ძალები. გადავინაცვლოთ შემდეგ ამბავზე, ეს უკვე უკავშირდება ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიას, უკავშირდება ქერჩს და ამ ნიუსში საუბარი არის იმაზე, რომ ნახევარკუნძულზე ძალიან მძიმე მდგომარეობა არის ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისით, რასაც განაპირობებს მეთოდური დარტყმები ყოველდღიურად ურტყამენ შორიმოქმედების დრონებით უკრაინელები მათ ენერგოობიექტებს, ამ შემთხვევაში ელექტროგამანაწილებელ ქსელებს და სადგურებს პირწმინდად ანადგურებენ და უმძიმეს შედეგებამდე მიყავს ეს ყველაფერი, ძალიან იზრდება წნეხი და ამ წნეხის მიზანი აბსოლუტურად გასაგები არის. მათ შორის რობერტ მადიარმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში რაც ნახე მისი, კარგად ახსნა, როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში რუსები. ტერმინს არ გავიმეორებ, მაგრამ ეგეთი რამე თქვა, რომ უნდა სასწრაფოდ დატოვონ ქერჩის ხიდის გავლით რუსებმა ყირიმის ტერიტორია, ყირიმის ხიდს, სწორედ ამიტომ არ ვურტყავთო, ასეთ რამეს ამბობდა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური. ვახსენე ენერგოობიექტები, რომელიც იბომბება ყირიმის ტერიტორიაზე და აი ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ბალაკლავას თბოელექტროსადგურის კადრები ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც აი ესე იწოდა გუშინ, ეს არის გუშინდელი ვიდეო მასალა, თვითმხილველების გადაღებული, კიდევ ერთხელ კარგად ვნახოთ. ესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგოობიექტი არის, რამდენადაც მე გავეცანი ინფორმაციას. და მდგომარეობა კი არის სახეზე, დამატებით კომენტარს მე მგონი აღარ საჭიროებს. აი აქ ჩვენ გვაქვს ასევე იგივე ობიექტის ცოტა შორიდან გადაღებული კადრები მოძრაობაში ნაჩვენები, სადაც გუშინდელი აი ამ ხანძრის შედეგები არის ცოტა სხვა პერსპექტივიდან ნაჩვენები, როგორც ჩანს ჩააქრეს ეს ცეცხლი, თუმცა მზარალია და ამას ვერაფერს ვერ უზამენ ერთ დღეში და ორ დღეში. ყირიმის ნახევარკუნძული მოკლედ უმძიმეს ენერგობლოკადაშია, გავაგრძელოთ შემდეგი ვიდეო და ამბავი, რომელიც ეხება ლოჯისტიკის ლოკდაუნს. ეს კამპანია არავის არ შეუჩერებია და არც გააჩერებენ. ამ კამპანიას აქვს განუსაზღვრელი ვადა წინ, ვიდრე პუტინი არ მიიღებს რაიმე ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის მომგებიანი წესით და რიგით არ უნდა იყოს. მოკლედ 100-150 კილომეტრის სიღრმეში უკრაინის სხვადასხვა დანაყოფები ანადგურებენ რუსულ სამხედრო ტვირთებს, ანადგურებენ მათ საწვავმზიდებს ასევე, რომელიც განკუთვნილი არის არმიის საწვავით მომარაგებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 475 ბრიგადის კოდი 9.2 ასეთი დასახელების დანაყოფი და მათი მონაგარი, ასე ვთქვათ. წავედით. აქ რა გვაქვს? ურალია, როგორც მივხვდი, კი ბატონო, ეს არის ურალის სატვირთო მანქანა, აქ ჯავშან მანქანა გვაქვს, რომელიც ფეთქდება სამხედრო ნომრებით, აქ რაღაც კოლონა გადაადგილდებოდა. ეს ტანკი აშკარად მანამდე იყო დაზიანებული და აქ ალბათ საკონტროლო დარტყმა იყო, მოძრაობაში ასევე კოლონა. ბუხანკა ძალიან პოპულარული არის რუსებისთვის, კვლავ. ურალი, კამაზები, რა ვიცი, ძალიან ბევრი რამე, აი კიდევ ერთი ბუხანკა. მოკლედ, სატვირთოების მძღოლები და თან დამატებით თუ არის იქ კიდევ ცოცხალი ძალა ბორტზე, უმძიმეს დღეში არიან და ყოველდღიურად გრძელდება ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე ეს კამპანია, როგორც სამხრეთით, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე, ასევე დონეცკის მიმართულებაზე და სხვაგან, უფრო ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით ხარკოვის მიმართულებაზე და ასე შემდეგ. ყველგან მოკლედ უკრაინული დრონები მუშაობენ და მათ აქვთ ეს უპირატესობა, მათ აქვთ ეს უპირატესობის ფანჯარა, მათ შეუძლიათ რომ გაცილებით დიდ სიღრმეში მიწვდნენ 100-150 კილომეტრი კიდევ ერთხელ
გავიმეორებ რუსეთის მომარაგების ხაზებს და ეს პროცესი ძალიან ეფექტურად ხორციელდება. ყოველთვიურად მინიმუმ 300 ერთეული ტექნიკის განადგურება ხდება, ეს კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო და იმედია რომ თანდათან ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში აისახება ფრონტის ხაზზე არსებულ სურათზეც, ეს აუცილებლად ასე მოხდება, საწვავის კრიზისი, შეიარაღების მიწოდების პრობლემები, სხვა საჭიროებების მიწოდების პრობლემები, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. სხვა გზა უბრალოდ ლოგიკაში არ არსებობს და მე უბრალოდ ველოდები ამ ამბავს, როდის დაიწყება, როდის გახდება ძალიან თვალსაჩინო ჯერ პირველ რიგში შეტევების ინტენსივობის კლება, ეს პრინციპში უკვე ხდება. რუსები ისეთი ინტენსივობით ვერც ერთ მონაკვეთზე ვეღარ უტევენ, მათ შორის კონსტანტინოვკაშიც კი, რომელიც მთავარი პრიორიტეტი არის მათთვის. კონსტანტინოვკას გარშემო სურათი ბოლო 2 კვირის განმავლობაში თითქმის საერთოდ არ შეცვლილა, რჩება ისევ იგივე მონიშნები ნაცრისფერი ზონის, ეგ არის და ეგ. ხო, იმედი მაქვს, რომ თანდათან უკვე ეს პროცესი ლოჯისტიკის ლოკდაუნი აისახება პირიქით კონტრშეტევებზე უკრაინელების მხრიდან და უფრო თვალსაჩინო გახდება ეგ პროცესი. ძალიან დიდი გულისყურით ველოდები მოკლედ მაგ ამბავს. შემდეგი ამბავი. ხო, აქ მძიმე სტატისტიკა გვაქვს მოცემული და დღევანდელი კადრები, დღევანდელი დანაკარგები უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე რუსეთი კვლავ განაგრძობს ტრადიციულ ტაქტიკას, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა. მეტი არაფერი არ ქვია ამ ამბავს. ამ პოსტში ჩვენ გვაქვს ნაჩვენები კადრები, მოდით ჯერ ეს კადრები ვნახოთ. ეს არის ოდესაში გადაღებული კადრები, შესაბამისი მონიშნები გვაქვს აქ, წყარო მიუთითებს ოდესა ინფო და ამ შემთხვევაშიც ჩანს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება, აქ არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კვარტალი, შენობები, ხედავთ გარშემო პრინციპში 360 გრადუსზე გვაჩვენებს რა ხდება და სასწრაფოები არის გამოძახებული. ნახოთ ახლა ინფორმაციას გადავხედოთ უშუალოდ. დასრულდეს ეს კადრი. ხო, რა მოხდა გასული დღე-ღამის განმავლობაში? აქ ანტონ გერაშენკოს პოსტი გვაქვს, რომელიც კონკრეტულად გვიყვება ოდესა. რუსული რაკეტების დარტყმის შედეგად დაზიანებული არის სამოქალაქო შენობები, 3 ადამიანი არის დადასტურებულად მოკლული აი ამ თავდასხმის შედეგად. კიდევ 3 სხვა კი არის გადაყვანილი საავადმყოფოში მიღებული დაზიანებების შემდეგ. დნეპროპეტროვსკის ოლქში 53 წლის კაცმა მიიღო დაზიანებები, უფრო კონკრეტულად კრივი-რიჟში, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. სხვა ქალაქებშიც გვაქვს ასევე მაგალითად 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაზიანება ნიკოპოლის რეგიონში, ფერმის დაზიანება, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის დაზიანება და ასე შემდეგ. არაფერი სამხედრო დანიშნულების ამ ჩამონათვალში არ არის, მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ობიექტები არის. ხარკოვის რეგიონში ასევე დაიბომბა საწყობები, ბენზინგასამართი სადგური, საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა და გასული 24 საათის განმავლობაში ხარკოვში 2 ადამიანის მკვლელობაზე არის რუსების აი ამ დარტყმების შედეგად საუბარი, 16 სხვა კი არის დაშავებული მთელი რეგიონის მასშტაბით. სუმის ოლქს რაც შეეხება, აქ რუსულმა ძალებმა დაარტყეს საცხოვრებელ კორპუსს ამნიუსის მიხედვით. რამდენიმე ერთეული რაკეტა არის აფეთქებული, 7 ადამიანი არის დაშავებული. სუმის ოლქს რაც შეეხება, აქ რუსული დარტყმების შედეგად დაზიანებული არის საცხოვრებელი სახლები და გვაქვს ადამიანების დაშავების ფაქტებიც 7 ადამიანის დაშავებაზე წერს ანტონ გერაშენკო აი ამ პოსტში. რაც შეეხება ზაპოროჟიეს რეგიონს, გასული 24 საათის განმავლობაში რუსებმა 1031 ცალკეული შეტევა განახორციელეს 58 ობიექტზე. 1 ადამიანი არის მოკლული ამ იერიშების შედეგად და 4 სხვა არის დაშავებული. ყოველ დღე ასეთი მდგომარეობა გვაქვს, სხვადასხვა იყო მიმდინარეთვის და გასულითვის სტატისტიკა, სადაც აშკარად არის მატება სამოქალაქო მსხვერპლის. პირდაპირ პროპორციულად ხდება, ხო, ეს ყველაფერი, რუსეთი
პუტინის არმია წარმატებას ვერ აღწევს ფრონტზე და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი მაგალითად კიევზე მიტანილი კომბინირებული იერიში ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, შახიდების ტიპის დრონებზე აღარ ვლაპარაკობ და ეს არ მარტო კიევში არ ხდება, ხო? იყო არაერთი დაღუპული დედაქალაქშიც და ყოველდღე ვხედავთ დაღუპულებს და დაშავებულებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში. ეს არის პირდაპირი რეაქცია პუტინის სამხედრო წარუმატებლობაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუმცა საბედნიეროდ გარკვეული სიახლეები მოდის საჰაერო თავდაცვასთან მიმართებით, უკრაინა აფორმებს ხელშეკრულებებს პარტნიორებთან. ვნახოთ იმედი ახლო მომავალში მათ დამატებით მიაწვდიან პატრიოტის სისტემის რაკეტებს, მათი ნაწილი უკვე გადაეცათ, ბოლოს ძალიან დიდი კრიზისი იყო და საერთოდ დეფიციტში იყო პატრიოტის სისტემების რაკეტები, ახლა რაღაცა გარკვეული ძროები არის ამ მხრივ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ველოდებით, როდის შეძლებს უკრაინა ლიცენზიის მიღების შემდეგ, თავად აწარმოოს პატრიოტის სისტემები და სხვა თავად ეროვნული წარმოების ანტიბალისტიკურ სისტემებზეც არის საუბარი. ვნახოთ ამ მხრივაც ჯერ ყველაფერი წინ არის, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სწრაფი ტემპებით მოახერხებენ ამ ტექნოლოგიურ განვითარებას უკრაინელები, იმიტომ რომ საჰაერო თავდაცვა მათთვის არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, უფრო კონკრეტულად კი ბალისტიკური რაკეტების საფრთხე. ხო, ქალაქებში მსხვერპლზე და დაშავებულებზე უკვე მქონდა საუბარი ნაწილობრივ, აქ ამ შემთხვევაში არის უფრო სხვა მხარე ნაჩვენები რუსეთის აგრესიის, მათ დაიწყეს, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ამას ეწოდოს, რევანში ზაღება თითქოს მათ ლოჯისტიკაზე დარტყმების საპასუხოდ და თუ უკრაინელები ბომბავენ ამ დრონებით მათ სამხედრო ტვირთებს, მათ საწვავმზიდებს, მათაც უპასუხეს, მაგალითად ეს არის დნიპრო, კრივი რიჰის გზატკეცილი და როგორღაც შაჰიდის ტიპის დრონით თავს დაესხნენ ამ შემთხვევაში სამოქალაქო ტვირთი გადაქონდა რაღაც სატვირთო აბონენტს. какую-то технику. Да, фура. Вот трубы. ხო, აქ ბოლო მომენტში ჩანს, რომ გზის მეორე მხარეს არის ცხედრები, სამი ადამიანი ემსხვერპლა აი ამ თავდასხმას. კი ბატონო, გავაგრძელოთ. ძალიან საინტერესო ამბავი გამოვარდა ამასობაში, რომელიც რაღაცა ხელახლა გააღვივებს მგონი ბელარუსთან დაკავშირებულ სკანდალს. ვისაც არ გახსოვთ, მოკლედ ლუკაშენკომ ბოდიშები იხადა, ჩვენ ომი არ გვსურსო, ზელენსკის უთხრა და მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა, რომ გამორთე ეგ რეტრანსლატორები, რომლებსაც იყენებენ რუსები, რომ შაჰიდის ტიპის დრონები მართონ, ან მე გამოვრთავო და დავუანონსა ფაქტობრივად ის, რომ დრონებს გადმოვაფრენ და დაგიბომბავთ. მას შემდეგ მიღებული იქნა ბელარუსის მხრიდან გადაწყვეტილება, რომ ეს რეტრანსლატორები გათიშეს. ანუ რაზე არის საუბარი? სიგნალის გადამცემზე არის საუბარი, რომელიც უადვილებს შემდეგ უკვე კომუნიკაციას შაჰიდებს და მათ ოპერატორებს შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში ურთულდებათ მათ საქმე უკრაინის ტერიტორიაზე მანევრირების. ამ შემთხვევაში ეჭვები არის გამოთქმული უკრაინის თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მრჩეველის მიერ, რომ შესაძლოა ბელარუსმა კვლავ მისცა შესაძლებლობა რუსეთს, რომ მათი ეს სიგნალის გადამცემები მათ ტერიტორიაზე განთავსებული რეტრანსლატორები გამოიყენოს. აი ამ ეჭვის და ბრალდებების საფუძველს იძლევა ამბავი, რომელიც მოხდა გუშინ, ჟიტომირის რეგიონში. ეს არის ბენზინგასამართი სადგური ფოტოზე, რომელსაც რუსებმა შაჰიდის ტიპის დრონით დაარტყეს და მნიშვნელოვანი აქ არის ლოკაცია და დრონის მარშრუტი საიდან შემოვიდა. ამის შემდეგ გაშიფრვა და დადგენა მოხდა და აი ამ წითელი მონიშნით რუკაზე სწორედ ეს არის ნაჩვენები. ჟიტომირი თავის მხრივ კიევის დასავლეთით მდებარეობს. უფრო დიდი დაშორება გვაქვს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ამ შემთხვევაში, ვიდრე ბელარუსის საზღვრიდან, ჩრდილოეთით ბელარუსის საზღვარი საკმაოდ ახლოს არის. აქ მანძილიც არის გაზომილი აი ამ მარშრუტის მთლიანი ეს პირდაპირი კვეთის შემთხვევაში 260 კილომეტრი არის და აქ საუბარია იმაზე, რომ დაახლოებით დიდი ალბათობით სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან მოხდა შემოფრენა და შემდეგ რკინიგზის ხაზს მიუყვებოდა აი ამ დასახლებულ პუნქტამდე, მალინამდე ეს შაჰიდის ტიპის დრონი, რომელმაც ბენზინგასამართი სადგური დააბომბა. რადგან ეს განცხადება უკვე გაკეთდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში
დიდი ალბათობით ამას მოყვება უკვე შემდგომი რეაგირება. წინა ჯერზე ზელენსკი აფრთხილებდა პირადად ლუკაშენკოს, სხვადასხვა სამხედრო პოლიტიკური არხებით შესაძლოა მანამდე იყო პირდაპირი კომუნიკაცია, საბოლოოდ რომ არ გაჩერდნენ პრეზიდენტის დონეზე გაკეთდა განცხადებები, ამას მოყვა რეაგირება და შეჩერება პროცესის, ამას მოყვა შემდეგ უკვე პუტინთან შეხვედრა, ლუკაშენკოს ჩინეთში ვიზიტი და ასე შემდეგ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ ისვენებს ბელორუსის დიქტატორი და რაღაცა მცდელობები კვლავ აქვს რუსეთის ზეწოლის ხარჯზე. ერთი რამ ცხადია, რომ ლუკაშენკო პუტინისგან სერიოზულ წნეხს განიცდის, თან ამავდროულად ის ხვდება და აღიარებს საჯარო განცხადებებში, ინტერვიუებში თქვა, რომ მე ვიცი რაც მოხდება ომის დაწყების შემთხვევაში, ჩვენ არ გვსურს უკრაინასთან ომი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი თავდაცვის საშუალებები, რომ გაუმკლავდეთ შორი დისტანციის დარტყმებს, რასაც ხედავთ მაგალითად რუსეთის ტერიტორიაზე და ჩვენი მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდებაო. ძალიან ესე ღიად თქვა ლუკაშენკომ, გადაწყვეტილებები მისი მისაღები არის და თუ არ უნდა რამე მსგავსი და ფაქტია რომ არ უნდა, ალბათ ასეთი ინციდენტები აღარ უნდა მოხდეს. ყოველ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა აგერ აჩვენეს რეაქცია. ნახოთ როგორ გაგრძელდება ეგ ამბავი, მივადევნოთ თვალი. მანამდე ყურადღების ცენტრშია კვლავ რუსეთში ენერგოკრიზისი, ნავთობის კრიზისი, ბენზინის პრობლემა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და ეს პრობლემები დიდ დისკომფორტთან არის ცხადია დაკავშირებული, ხალხი უკვე გადაგიჟებულია და არის უკვე პირველი შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს იარაღს ესვრიან. ამ შემთხვევაში ჩელიაბინსკში ხდება ეს ამბავი, ფოტო დადასტურება გვაქვს ამბის და ნათქვამი არის, რომ რიგში ურიგოდ გასვლას ცდილობდა, მოკლედ ამ მერსედესის მძღოლი, რომელსაც ხელში პისტოლეტი უჭირავს და როდესაც არ გაუშვეს კონფლიქტი მოხდა, ამოიღო პნევმატური იარაღი, როგორც აქ არის აღწერაში ნათქვამი და ესროლა, დაშავდა ეს მამაკაცი, რომელიც კადრში ჩანს. ხო, ხელჩართული ბრძოლები გიყვარდეს, ცემატყებაც გრძელდება რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. აქ ჩვენ გვაქვს თუ არა აღწერაში კონკრეტული ქალაქი დასახელებული არ გვაქვს. სამაგიეროდ გვაქვს აი ასეთი კადრები. მოკლედ, დიდი არაფერი ისეთი. უფრო მაგარი ჭუბებიც ვნახეთ პრინციპში გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. ხო. ახლა მოდით ცოტა თემას შევცვლი და ძალიან საინტერესო მიმართულება გვაქვს აქაც. სხვათა შორის საქართველოსთანაც მივალ. რუსების საზღვრებს გარეთ. ეს ვიდეო გადაღებული არის ევროპის ერთ-ერთ ქალაქში და ერთ-ერთი ადგილობრივი, როგორც ჩანს, ის ფლობს რუსულ ენას, ამჩნევს რუს ქალს, რომელიც მოდის ესე პარკებით დატვირთული და აცვია ესეთი სიმბოლიკით მაისური Z აწერია და რუსეთის დროშაც შესაბამისი წარწერებით და მოდი მოусმინოთ არაჩვეულებრივად ძალიან სწორ და საკადრის პასუხს გასცემს ახლა ეს кацი ამ ქალს. Вы, блядь, своими зэтками хотите, сука, у себя, блядь, на болотах, нахуй. Убийцы, сука, убийцы. Вы убийцы людей, блядь. Вы убийцы. Вы убийцы. Убийцы людей и детей. Убийцы ебаные, блядь. Вы ебаные убийцы, нахуй. Да, полиция, chiamalo. Chiamalo. Chiamalo! Killer russo, Dio! Con tua Z mettiti sta Z sulla testa! Sul fronte, mate! აი ესე გააბუნძულა მოკლედ ამ კაცმა. მშვენიერი პასუხი გასცა, ვისაც არ გესმოდათ, ის უყვიროდა რომ წადი შენ ჭაობში, მოშორდი აქედან თუ ხარ ამ
აგრესიის მხარდამჭერი, თქვენ ხართ მკვლელები, ბავშვების მკვლელები, ასე შემდეგ. მოკლედ, საკმაოდ კარგად შეამკო ეს ქალი და ხო, მთელი ამბავი იმაშია, რომ აშკარაა, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი, მათ შორის ისინი, ვინც დადიან ასე ევროპის ქალაქებში, ქვეყნებში, ამაყობენ და ასე აფიშირებენ, რომ ისინი არიან Z პატრიოტები, თუ მხარს უჭერენ ამ ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ხალხის ხოცვას უკრაინაში და არსად კომფორტულად თავი არ უნდა იგრძნონ. ამ შემთხვევაში აქ არ ვიცი, ენა ვერ გავარჩიე რომელ ენაზე საუბრობდა ბოლოს, მაგრამ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ხდება ეს ყველაფერი. მოდი ახლა თბილისზე ვისაუბროთ. რამდენიმე დღის წინ, უბრალოდ წინა შაბათს იყო მარში, რომელიც თბილისში მიეძღვნა უკრაინაში დაღუპული მეომრების ხსოვნას და ამ მარშის დროს იქ გარკვეული ინციდენტები მოხდა, იქ რუსი ტურისტები მობრძანდებოდნენ და იქაც მიიღეს შესაბამისი შეძახილები ხალხისგან, რომელიც მიმართული იყო აგრესორების და პირადად პუტინის წინააღმდეგ და აქ შემომხდა მე ერთ-ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე რუსი ტურისტის გაწმილებული ვიდეო მიმართვა, რომელიც ნაწყენია თურმე იმით, რომ საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა და არც ისე სასიამოვნო შეძახილები მოისმინა, ვნახოთ. Хотя, я бы сказала, не немножко, становится очень жутко и очень грустно. ხო, მთელი ამბავი აქ რა არის, რომ აი ყეყეჩები არიან, რა ყოფნით ეს რაღაცა სითავხედე, რომ ვითომ მათ არაფერი წვლილი არ მიუძღვით, თუ არ მიგიძღვის, მაშინ რატო გამოხატავ პროტესტს და პრეტენზიას იმაზე, რომ ვიღაცა პუტინის აგრესიულ რეჟიმს ლანძღავს სიტყვაზე და იქ აქციაზე შესაბამისი შეძახილები ისმის. ხო, თუ არ გაწუხებს და თუ არ ემხრობი, მაშინ რატომ შეშფოთდი ამ ამბით, ხო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ხალხი არის რეალურად მხარდამჭერები არიან, იკატუნებენ თავს, რომ თითქოს ვაი რაღაცა ეს პოლიტიკაა და მე არ მეხება საქმეზე რომ იდგეს და კითხო და ის უბრალოდ დასასვენებლად არის ჩამოსული, მაგრამ ფაქტია, რომ აი ამ დისკომფორტს ბრჭყალებში ის ეხმაურება საჯაროდ. ის ავრცელებს საჯარო მიმართვას, რომ აი ესეთი ცუდი ამბავი ხდება თურმე საქართველოში. ამიტომ მე ამ ამბავს იმიტომ გაჩვენებთ, რომ შესაბამისად გქონდეს აქმა რეალობის რა ხდება აქ ვითომ დასასვენებლად კეთილი სურვილებით ხინკლის და ხაჭაპურის საჭმელად ჩამოსული რუსები ფაქტია რომ გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამენ ასე ვთქვათ. კარგია რომ შეწუხდა რა ვიცი მას სხვა რა დავამატო დანარჩენი თქვენ დავამატეთ კომენტარებში. ეს არის კიდევ ერთი ასეთი ამბავი, მსგავსი ამბავი, ეს უკვე ხდება ყაზახეთის ტერიტორიაზე, ესაც საინტერესო ამბავია, ყაზახეთშიც ეს Z სიმბოლო დატანილი მაისურებით გადაადგილდებოდა რუსი ცოლ-ქმარი, ადგილობრივებმა გამოიძახეს პოლიცია და დააკავეს ეს ორი ადამიანი. ესენი ცდილობდნენ აქ აეხსნათ თითქოს თავისი პოზიცია, ალბათ ამ შემთხვევაშიც თავი მოიკატუნეს, რომ არა, ჩვენ ომის მომხრე არ ვართ ან რაღაც მსგავს ბოდვას ილაპარაკებდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა აქ არავინ არ დაუჯერა ამ ხალხს და კარგია რომ ყაზახეთიც აჩვენებს ასეთ რეაქციას აგრესიული სიმბოლიკის და პუტინის სისხლიანი ომის მხარდამჭერი სიმბოლიკის აღსაკვეთად ასე ვთქვათ. На пляж ходили, все это. И нашу школу видела. Ничего, блин, мы же ничего не делали.
Ну а сейчас вот что? Сейчас вот человек, да? Я этого человека не знаю, но он вам, наверное, подошел не просто так. Я, Нет, увидев ну это, вот тоже- этот человек, он подошел и сказал, ну А почему, почему? говорит, смотреть один вот этих вот букв? Хорошо, давайте Мы я вам откуда вас знаем? Я Как вам вы не написал, что знаете? это является Ну запрещенным извините, знаком пожалуйста. ресурса. Так вам вот человек уже говорил. აი ესე ბოდიშებს იხდის და ისევ თავს იკატუნებს რა. ანუ რომ თითქოს არაფერი არ მომხდარა მერე რა, ჩვენ ხო არაფერი დაგვიშავებია, უბრალოდ მაისური გვაცვია, რომელსაც ახატია Z ნიშანი. ხო, მოკლედ ამ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, Next ავრცელებს ეს სოლქმარი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. შემდეგ ბოლოს უკვე პუტინზე მექნება საუბარი, ვიდრე დაგემშვიდობებით, მოკლედ ბუნკერის ლომი გამოგორდა დღის სინათლეზე, რაღაცა ივენტს ესწრებოდა, სხვათა შორის, როგორც მივხვდი, შემდეგ ნიუსში მექნება აქ საუბარი რა ივენტიც იყო და დიდი ალბათობით იგივე ადგილას არის ეს ჩანაწერი გაკეთებული. შეშფოთებულია ხმაზე და ქცევაზე ეს ნამდვილად ეტყობა, თუმცა, ნუ თან იგივე სიმღერას მღერის. ისევ კოლექტიურ დასავლეთს ადანაშაულებს აგრესიაში, თითქოს თვითონ არის ფრთიანი ანგელოზი და ყველა რუსეთს ებრძვის, ყველა რუსეთის განადგურებას ცდილობს, მაგრამ ჩვენ გავუძლებთო ესეთ ცდილობს, რომ შემართება შესძინოს საკუთარ დიად ერს. ჩემი აზრით, პუტინის ეს მოწოდებები უკვე აღარავისთვის აღარ არის რელევანტური, პირველ რიგში თავად რუსეთის მოქალაქეებისთვის. ალბათ, ნუ იქ არიან ტვინ გამორიცხილები ბევრი, მაგრამ ბევრისთვის, ვისაც შეეხო უკვე ეს კრიზისები, დამაჯერებელი აღარ უნდა იყოს წესით. მოვისმინოთ. Вся русофобская, так называемая, агрессивная часть так называемого коллективного Запада борется с нами. არა, ეს მინდა რომ კიდევ ერთხელ დააკვირდით, როგორ აღელვებული Вся არის. русофобская, так называемая, агрессивная часть так называемого коллективного Запада борется с нами. ხმა უკანკალებს. А мы развиваем свою экономику, укрепляем свои финансы, совершенствуем вооруженные силы, добиваемся новых результатов в сфере оборонно-промышленного комплекса и идем вперед. Ребята наши, бойцы, идут вперед. Как же так получается? Добиваемся новых результатов в сфере ძალიან არადამაჯერებელი იყო განსაკუთრებით ეს, რომ წინ მიდიან, ნახეთ. совершенствуем вооруженные силы, добиваемся новых результатов в сфере оборонно-промышленного комплекса и идем вперед. Ребята наши, бойцы, идут вперед. Как же так получается? ვა, ცოტა არ იყოს ეს ნაცემი ბავშვივით უკანკალებდა ხმა ჩვენ ძლევამოსილ ვლადიმერ პუტინს. თქვენ რა სიტყვით, ა? იმედია მეთანხმებით, ხო? აი, უბრალოდ დავაკავშირე მწვანე ფონი რა, იქაც არის მწვანე ფონი ამ ვიდეო А мы ჩანაწერში ამ გამოსვლის დროს და აქაც დაახლოებით იგივე ინტერიერი არის და ალბათ აქ ხდება, იმიტომ რომ ეხლა არ მგონია ბევრ ადგილას ერთდროულად გამოჩენილი იყო პუტინი. აქ რაშია საქმე? თურმე პროპაგანდის მიზნით და ტვინების გამოსარეცხად ახალ პროექტს აგუგუნებს რუსეთის სატელევიზიო სივრცე, კერძოდ TNT-ს ეთერში გავა ახალი პროექტი, რომელსაც ქვია Drone Battle. დრონების ბრძოლა და შეეცდებიან რუსი პროპაგანდისტები, რომ დახატონ სურათი თითქოს მათ უდიდესი უპირატესობა გააჩნიათ ტექნოლოგიური და დრონების ბრძოლაში უკრაინას ამარცხებენ. და რაღაცა გამოწვევის ფორმა ექნება რამდენადაც მივხვდი აი ამ საუბრიდან, რომელსაც თქვენც მოგასმენინებთ, რაღაცა ესეთი ჩელენჯია ერთგვარი. ყოველ შემთხვევაში ამ გადაცემის წამყვანი ეს ცნობილი მსახიობია, სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ეს ერთ-ერთი პოპულარული კომიკოსი მსახიობია, თუ არ ვცდები, ბევრ თქვენგან შესაძლოა უფრო კარგად იცნოს, ნუ სახეზე ნამდვილად მეცნობა და მახსოვს რომ კომიკოსი მსახიობი არის, მოკლედ ეს ტიპი წაიყვანს ამ გადაცემას და ამბობს ასეთ რამეს, რომ ჩემთვისაც რაღაც გამოწვევა იყო და მოუწოდებს ხალხს რომ ჩაერთეთ ამ პროექტშიო და საკუთარი თავი გამოსცადეთო. და პუტინიც, ნუ აი ამ შოუში მონაწილეობს, ნუ ყოველ შემთხვევაში ამ გადაცემის დაანონსებისთვის, როგორც ჩანს, გამოაჩინეს მთავარი ბელადი და ნახოთ აბა ეს ხმა კარგად არის მის, მაგრამ აქ ტიტრი არის შესაბამისად ინგლისური. ეს ტიპი ამბობს, რომ მე ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს
შესაძლებლობა მაქვს რომ ამ შოუს გაუძღვეო, ჩემთვის გამოწვევა იყო და ვამბობდიო თავიდან რომ მოდის ეს ამბავი პროფესიონალებს დაუთმოთ, მაგრამ საბოლოოდ დავთანხმდიო და ყველასთვის კარგი გამოწვევა იქნებაო რომ თავისი თავი გამოსცადო, ასეთ რამეს ამბობს და ბოლოს მიხაილ გალუსტიანი, კი ბატონო, მიხაილ გალუსტიანი, ეს არის ეს მსახიობი. ხო, ბოლოს პუტინსაც თავაზობს, რომ TNT-ზე 12 საათზე გვიყურე ხოლმეო რა. ეგ არის ამბავი Drone Battle. სასაცილოა რა. სანახაობა. პური და ბენზინი ცოტა გაჭირდება, მაგრამ სანახაობა ჯერ კიდევ ჭრის რუსეთში და ნუ ყოველ შემთხვევაში კლასიკურ ტელემაყურებლებს ადვილად დააბოლებენ და ეცდებიან რომ ეს მუხტი არ დავარდეს. მუხტი დავარდეს კი არა, მათ სხვა ამოცანა აქვს, ჩემ მოდგომამდე რაღაცნაირად მუხტი უნდა აწიონ, იმიტომ რომ მობილიზაცია აქვს გამოსაცხადებელი. კარგით, ამით დავასრულებ დღევანდელ ვიდეოს. მე მგონი რომ ბევრი საინტერესო მიმართულება გქონდა, იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო, თუ ასეა დაალაიქეთ, არ დაგეზაროთ. გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები, დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, რას ფიქრობთ მიმდინარე მოვლენებზე, თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ ამ პროექტის მხარდასაჭერად. ჩაერთეთ დონაციაში, ყველა საჭირო ინფორმაცია არის ვიდეოს აღწერაში, ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი და ასევე Patreon-ის პლატფორმის ლინკი, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი 5, 10 ან 15 დოლარი და გახდეთ ჩემი ყოველთვიური სპონსორები. აქვე ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ოდესმე თუნდაც 1 ლარი ჩარიცხა ამ არხის განვითარებისთვის. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი სტიმულია და იმედი მაქვს რომ კიდევ სხვა ბევრიც მოგბაძავთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დარწმუნებული ვარ რომ მალე დაგიბრუნდებით დროებით.